დავიდგოთ. დროა ვიმშელოთ. დროა მივიღოთ პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. საქართველოში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება. ეროს რამაზოძე, რობი უილიამსი, მარონ ვაივი და ხოსე კარერასი საქართველოში სამთავრობო პროექტის ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში ჩამოვლენ. თანხის ძირითადი ნაწილი 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოსაზიდად განხორციელებული პროექტი. თუ წინასაარჩევნოდ დახარჯული 29 მილიონი მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები კერძო ბიზნესთან პროექტის დაფინანსების კუთხით, ჩვენ შეკითხვებს დღეს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში ვინ არის ვაჟალი ლუაშვილი და რით უკავშირდება მისი სახელი გარდაბნის 2012-2014 წლის არჩევნებს. რა კითხვები და სკანდალური ინფორმაციები არსებობს კუდის მაღალჩინოსანთან დაკავშირებით. ჩვენ შეკითხვებს ექსპერტი მამუკა არეშიძე უპასუხებს, რომელიც 2012 წლის არჩევნებში გარდაბნის რაიონში იყრიდა კენჭს. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებხოძესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამშვიდობის, ეს არის გადაცემა ქრონომეტრი, მე ჟურნალისტი ეკავებხოძე გახლავართ და ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი სატელეფონო ხაზზე გვყავს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. მე მას მივესალმები. საღამშვიდობის, ბატონო მიხეილ. საღამშვიდობის, მოგესალმებით თქვენს მსმენელს. დიდი მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. ბატონო მიხეილ, ძალიან კარგი პროექტი, რომელიც დაანონსდა კულტურის სამინისტროს მხრიდან, გულისხმობ ჩეკინ ჯორჯიას და ძალიან რაღაცნაირად მასშტაბური პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოყვა, გარშა ძალიან ბევრი შეკითხვა ამ პროექტთან დაკავშირებით და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით. დღეს თქვენ ნაწილობრივ ჟურნალისტებთან გაეცით კიდეც ამაზე პასუხი, მოგიყვეთ პასუხის გაცემა, მაგრამ მოდით არის კიდევ შეკითხვები, რაზეც მინდა რომ დღეს ჩვენს ეთერშიც ვისაუბროთ, რა დროც გვაძლევს ამის საშუალებას. 29 მილიონი ლარი პირველ რიგში ამაზე მინდა დავსვა კითხვა, უკვე გაირკვა რომ ეს არ არის ის თანხა, რომელიც 5 მომღერლის ჩამოყვანას, უпростоთ 4 მომღერლის ჩამოყვანას მოხმარდება. ეს მთელ წელზეა გაწერილი, თუმცა მედია მაინც დაინტერესდა, რატომ იხარჯება ეს ფული ბიუჯეტიდან და იყო თუ არა საშუალება იმის, რომ კერძო სექტორი დაინტერესებული იყო. ამით როგორც თქვა, სხვა ქვეყნებში ხდება და თქვენ თუ არ ხდება, ამის ძალიან კარგი გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით, როგორ ჩამოყავთ მომღერლები სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გითხრათ გადაცემაში მოწვევისთვის. ეს პროექტი არ გახლავთ კულტურის სამინისტროს პროექტი. ბევრად ნაკლებად კულტურული შეიძლება ითქვას პროექტია, ვიდრე ეკონომიკური. ეს ეკონომიკური პროექტია და მისი ინიციატორი და შესაბამისი მხარდამჭერი და დამფინანსებელი სწორედ საქართველოს მთავრობა არის. თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, ეს უბრალოდ 4 დიდი ვარსკვლავის ჩამოყვანის და დაფინანსების საკითხი ბევრად უფრო კომპლექსური არის და რატომ ვამბობ, რომ ეს ალბათ თავის შინაარსით და მით უმეტეს ამ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ბევრად უფრო ეკონომიკური პროექტი არის ვიდრე კულტურული. ამ შემთხვევაში დიდი კულტურული კალენდარი და პროგრამა, რომელიც დაიდო და უკვე ცნობილი არის ჩვენი საზოგადოების ამ 4 კონცერტის გარდა აერთიანებს პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებს, მათ შორის ძალიან აქტიურ ჩართულობას გულისხმობს ჩვენი ადგილობრივი არტისტების, ჯგუფების, სოლისტების, მომღერლების. ამასთან ერთად ამ პროექტის ფარგლებში გაერთიანებული არის ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი, რომელიც წლიდან წლამდე მთავრობის საბიუჯეტო მხარდაჭერით სარგებლობს და სარგებლობს სწორედ იმიტომ, რომ ის ძალიან ასე ვთქვათ, ღირებული და საინტერესო ღონისძიებები არის. აქ არის თეატრალური, მუსიკალური, პროგრამები და ასე შემდეგ, ხო, თანამედროვე ხელოვნების, კინო და ასე შემდეგ ფესტივალი. ეს არის პროგრამა ხიდ ბათუმი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ლევანდელი პროექტის პროტოტიპი იყო, რომელიც შარშან დაიწყო აჭარაში და კერძოდ ბათუმში, რომლის გამოცდილებამაც გვაჩვენა არა თეორიულად, არამედ კონკრეტულ ციფრებში გამოხატული, რომ დიახ, ესეთ გააქტიურებულ კულტურულ კალენდარს, როგორც ინსტრუმენტს, აქვს პირდაპირი გავლენა ამა თუ იმ რეგიონის, სადაც ტარდება ეს ღონისძიებები, ან ქვეყნის მთლიანობაში, თუ ეს მთელს ქვეყანაზე არის გაშლილი მისი მასშტაბი,
აისახება კონკრეტულ ეკონომიკურ და ფინანსურ სარგებლობას. ეს არის დათვლილი, ბატონო მიხეილ. ეს არის დათვლილი, თქვათ იგივე შარშანდელი გამოცდილებიდან ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ, იმიტომ რომ მე ვიცი აი მოგახსენებთ, სანამ კონკრეტულ ციფრებს გეტყვით, უბრალოდ მინდა თქვენს მსმენელს დავანახო, რამდენად კომპლექსური არის ეს პროექტი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ეს არ არის უბრალოდ რამოდენიმე ან თუნდაც ბევრი კონცერტების და კულტურული ღონისძიებების ასე ვთქვათ წყობა. პირველ რიგში ალბათ საკამათო არ არის რომ ამ მასშტაბის პროექტის და რა თქმა უნდა მათ შორის ასეთი ვარსკვლავების ქვეყანაში ჩამოსვლა ქვეყნის ცნობადობას ხელს უწყობს ძალიან პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ამას მოყვება ძალიან დიდი ყურადღება საერთაშორისო მედიის მხრიდან, რაც ავტომატურად აისახება ბუნებრივია ტურისტული ნაკადების გამსხვილებაზე და გააქტიურებაზე. წარმოიდგინეთ, მხოლოდ თუნდაც იგივე Maroon 5-ის შემთხვევაში, რომ Maroon 5 ამ აფიშას თავისი საქართველოში კონცერტის დებს მაგალითად თავის Facebook გვერდზე 39 მილიონზე მეტი ფოლოვერი ყავს თელ მსოფლიოში. ანუ ეს ერთგვარი პოპულარიზაციაა, ხო ვთქვათ ესე. ეს არის პირდაპირი პოპულარიზაცია ქვეყნის და ძალიან კიდევ ხაზს უსვავ, არა უბრალოდ პოპულარიზაცია, არამედ დადებითი პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება, რაც ბატონო მიხეილ, ამაზე პრინციპში არავინ არ დაობს, ყველა ამბობს რომ თუ ნებას მომწევს, აი ძალიან მოკლედ ვიცი. გარდა ამისა რას ნიშნავს ტურისტული ნაკადის გაზრდა? ეს ნიშნავს დამატებით შემოსავლების ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის თუ სერვისების თუ იმ ბიზნესების, რომლებიც და აქ უკვე ჩვენ ადგილობრივ მეწარმეობაზე ვსაუბრობთ, რომლებიც დაკავშირებული არის ამ სფეროსთან. ყველა აი ამ სეგმენტის ხელშეწყობაზე არის საუბარი. შესაბამისად საუბარი არის თუ ადგილობრივმა მეწარმეებმა და ყველა ამ სერვისებმა და ბიზნესებმა უნდა შეხვდნენ მომზადებულები გაზრდილ ტურისტულ ნაკადს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ თავის საქმიანობის არეალი უნდა გააფართოვონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, ანუ ეს პირდაპირ აისახება მცირე თუ საშუალო მსხვილი ბიზნესების და შესაბამისად მოსახლეობის შემოსავლებზე. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც არ ექცევა რატომღაც ყურადღება და ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, როდესაც A-კლასის ვარსკვლავები, როგორც მათ ეძახიან, ჩამოდიან ქვეყანაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საუბარი იქნება ორგანიზაციულ, ფინანსურ თუ ტექნიკურ საკითხებზე, პირველი საკითხი არის უსაფრთხოება და სტაბილურობა ქვეყანაში. ეს ასეთი ვარსკვლავი, როდესაც ჩამოდის ქვეყანაში, ეს ავტომატურად არის მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ეს ქვეყანა არის უსაფრთხო და სტაბილური და ეს როგორც ისევ და ისევ ტურიზმზე აისახება ძალიან პოზიტიურად, ასევე გზავნილი არის პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც გაიცნობენ ქვეყანას და დარწმუნდებიან იმაში, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო და სტაბილური. გარდა კულტურის სამინისტროსი, როდესაც მე ვამბობ, რომ მართლაც მთავრობის პროექტი არის და არა მხოლოდ ერთი სამინისტროსი, ამის დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს გარდა და ბუნებრივია, როდესაც კულტურულ ღონისძიებებზეა საუბარი, ჩართული არის ძალიან აქტიურად ეკონომიკის სამინისტრო, მე და ეკონომიკის მინისტრმა ერთად წარვადგინეთ ეს პროექტი, რომ ტურიზმის, ასე ვთქვათ, განხრით ბუნებრივია ეკონომიკა არის ჩართული. ჩართული არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იმიტომ რომ ამ პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ნაწარმის გამოყენა, გაყიდვები იგეგმება, სხვადასხვა სახის ფესტივალები, ესეთი როგორც არის უკვე კარგად დამკვიდრებული, ასევე ჩვენს ტრადიციაში ღვინის თუ ყველის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩართული არის გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც აი ამ კულტურულ პროგრამასთან ერთად სპეციალურ ტურებს თავაზობს ტურისტულ კომპანიებს და პაკეტებს სპეციალურ ტურისტულ კომპანიებს, რაც გულისხმობს დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური ტურების მოწყობა, ეკოტურიზმი, არ ვიცი, ველოტურიზმი და ასე შემდეგ და ასე. კი ბატონო, ბევრად უფრო და კომპლექსურ სურათზე ვსაუბრობთ ჩვენ, ვიდრე უბრალოდ რამოდენიმე კონცერტი. კი ბატონო, გასაგებია რა კონკრეტულ უბრუნდებით თქვენ შეკითხვას, კონკრეტულ ციფრებს. გამოცდილებამ გვაჩვენა თუნ იგივე ბათუმის
ასე ვთქვათ მაგალითზე რომ 2015 და 2014-ის ზაფხულში ტარდებოდა ეს პროგრამა ერაში და კერძოდ ბათუმში მეტწილად შესაბამისი პერიოდები რომ ავიღოთ დროის ამოდენიმე ათეული მილიონით 40 კონკრეტული ციფრი შემიძლია გითხრათ. მაგალითად ივლისის თვე 14 და 15 როდესაც ჩატარდა ხიდბათუმი. წარმოიდგინეთ 54 მილიონი ლარით არის გაზრდილი შემოსავლელი. არის მხოლოდ საკასო დანახარჯები, ანუ ამორთმული ჩეკები. ანუ სასტუმროს შემოსავლელი და რიცხვები გაკეთდა უნაღდო აღარ როგორც მინიმუმ არის ერთი ამდენი, მაგრამ დღეს რაც შემიძლია კონკრეტული თქვა, ეს არის მხოლოდ საკასო ასე თქვა დანახარჯები. გასაგებია ბატონო მიხეილ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინდა კიდევ რამდენიმე კითხვა დავსვა და მოვასწროთ უბრალოდ, რადგან არ ახართ ჩვენთან ეთერში, გვაქვს ძალიან მცირე დრო. ბილეთების ფასზე მინდა კითხოთ. გავიგე ის, რაზეც თქვენი საუბრეთ, ჩვენ ამაზე სიუჟეტის მოვამზადეთ და ალბათ კიდევ იქნება ამაზე საუბარი, რა არის ეს პროექტი. გაჩნდა ესეთი, არ ვიცი, კითხვა რომ დაახლოებით სოციალური ფასია ეს ფასი, რაც ადევს ბილეთებს და თუ ეს ასეთი დაბალი ფასი არის გათვლილი ჩვენი მოსახლეობისთვის, მაშინ რატო საუბრობთ ტურისტებზე? ანუ ვუფრთხილდებით მათ ჯიბეებს, თუ ვიზია ეს გათვლილი? რა თქმა უნდა ძალიან კარგია რომ ფასი დაბალია და ყველა უნდა შეწვდეს მას და წავიდეს ამ კონცერტზე და არავინ არ ითხოვს რომ ფასი იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ ჩნდება ეს შეკითხვა, რამდენად არის ეს კონცერტები? ძალიან ლეგიტიმური და მე გასმენებთ რომ პასუხიც არის საკმაოდ მარტივი ამაზე. ჩვენ ასე ვთქვათ ამ პროექტის წარდგენის დროსაც ამაზე ვისაუბრეთ და ბატონმა დიმიტრიმ ამას ცალკე ხაზი გაუსვა. ჩვენ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე, არ უნდა გვავიწყდებოდეს რომ ასე ვთქვათ უცხოელების გარდა ჩვენ და ეს ეკონომიკისთვის ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი არის შიდა ტურიზმის გააქტიურება. ბუნებრივია რომ ეს არის გათვლილი როგორც ჩვენს მოსახლეობაზე რომ იყოს ყველასთვის პრაქტიკულად ხელმისაწვდომი და მე გეთანხმებით ჩემი სიტყვებია რომ პრაქტიკულად სიმბოლური ფასი არის და ასევე რა თქმა უნდა იმ ტურისტებზე რომლებიც ქვეყანაში ჩამოვლენ ჩვენ მათ ჯიბეებს კი არ ვუფრთხილდებით ჩვენ პირიქით გვინდა მათ დავახარჯინოთ რაც შეიძლება მეტი და ამ ბილეთში როგორც ჩანს დაბალი ფასი კიდევ უფრო მეტი მიზიდულობა გავაჩინოთ, კიდევ უფრო მეტი ინტერესი გავაჩინოთ. ქვეყანაში რო ჩამოვლენ, ქვეყანაში პირიქით, რაც შეიძლება მეტი დახარჯონ და რამდენად მზად არის ბატონო მიხეილ ინფრასტრუქტურა? მაგალითად ქუთაისთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, კარიერასის კონცერტი უნდა გაიმართოს იქ და ეს ძალიან დიდი ვარსკვლავია, ხო და ცნობილია ისიც რომ იქ აკასრულებს თუ არ ვწდები კარიერას, ესე დაანონსდა ყოველ შემთხვევაში. რამდენად მზად არის მაგალითად ქუთაისი? ხა თქვენ არ ახართ ეკონომიკის მინისტრი, გასაგებია, მაგრამ ინფრასტრუქტურა ალბათ ჩართული ხართ ამაშიც, ხო? ინფრასტრუქტურულად სასტუმროები, არ ვიცი, როგორ შეიძლება რომ დაიტიოს ეს ხალხი? ჩვენ არ საუბრობთ, ბუნებრივია შეიძლება ზუსტი ციფრები მე არ მქონდეს ახლა ვთქვათ სასტუმროებთან დაკავშირებით და იმ ნომრებთან თუ ადგილებთან დაკავშირებით რაც არის ხელმისაწვდომი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ ვთქვათ 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროების კონტინგენტზე, ხო? ძალიან გააქტიურებული არის საოჯახო ტიპის სასტუმროები და ბევრად მეტი ადამიანი უბრალოდაც ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის რომ ესე თვალითაც შესამჩნევი არის რომ ძალიან ბევრი საშუალო ფენის ასე ვთქვათ წარმომადგენლები ჩამოდიან ქვეყანაში, რომლებიც სწორედ ესეთ საოჯახო ტიპის სასტუმროებში ნამდვილად უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ ესეთ საოჯახო ტიპის სასტუმროები და მოთხოვნა მხოლოდ იზრდება და იზრდება და პირიქით მე ვფიქრობ ხელშემწყობი ფაქტორი არის ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის გამოსავლენად და შემოსავლების მისაღებად. და ბოლოს მინდა კითხოთ, ბატონო მიხეილ, მაინც ვუბრუნდები არჩევნების თემას, ეს თავშიც დავაანონსე, რატომ არ შეიძლებოდა, ვთქვათ, 4 წლის მანძილზე გაკეთებულიყო ასეთი პროექტი და რატომ ახლა, როდესაც რამდენიმე თვეში ჩვენ გვიახლოვდება არჩევნები, ისმება შეკითხვა, იქნება თუ არა ეს, ვთქვათ, ამომრჩევლის მოსყიდვა. მაგალითად, წინა წლებში, როდესაც ტარდებოდა მსგავსი კონცერტები, ყოველთვის საყვედურობდნენ წინა ხელისუფლებას
ხელისუფლებას, რომ ეს ხდებოდა წინა საარჩევნო, თუ ვინმე ჩამოყავდა, არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ მაინც ისმებოდა ეს შეკითხვა. რა შეგიძლიათ თქვა? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ასე ვთქვათ, აქამდე არსებულ პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან შედარებით, როგორც ვთქვი, ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა არის, რასაც მოყვება ყველაფერი ის, რაც ჩამოთვალე, ჩართულობა, სხვადასხვა უწყებების ჩართულობა, ესეც მინდა აღვნიშნო. მაგრამ რატომ არა აქამდე მაგალითად? პრაქტიკულად ეს პროექტი მე თამამად შემიძლია ვთქვა და მე მგონი ვთქვი კიდევაც დასაწყისში, რომ პრაქტიკულად დაიწყო შარშა. ანუ ხილ ბათუმი იყო ერთგვარი გამოცდა იმისი თუ როგორ იმუშავებს და მე კონკრეტული ციფრები მოგიყვანებ. ვაჟორის არ მithქვია რამდენი დაიხარჯა ხილ ბათუმზე, შეფარდება არის ნამდვილად შტამბეჭდავი დაიხარჯა 3 მილიონი ლარი და 54 მილიონიანი ზრდა მოიტანა ამას. შესაბამისად დაიწყება პროექტი აპრილში და ის არ მთავრდება არჩევნების ჩატარებისთანავე. ის თავდება პრაქტიკულად წლის ბოლოს დეკემბრის ჩათვლით არის ეს პროექტი და დღეს არის უკვე დაანონსებული ის, რომ ეს პროექტი წლიდან წლამდე მიიღებს ტრადიციულ ხასიათს და მხოლოდ გაფართოვდება და მისი მასშტაბი გაიზრდება. ანუ ეს არის ამ ჭრილში უпростоრად ამ ლოგიკით და ამ მიდგომით ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება მოინათლოს. და ბატონო მიხეილ, ჩვენ არ გვისაუბრეთ, თუმცა მაინტერესებდა ეს კითხვა და არ მინდა რომ გამორჩეს ეს თავში ვთქვი, უბრალოდ კერძო სექტორთან არის რაიმე ტიპის მოლაპარაკება, ვთქვათ, რომ მართაც მიიღოთ მონაწილეობა. ვინადადებებს ძალიან აქტიურად კერძო სექტორისგან და სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დატოვა ფინანსური უზრუნველყოფას გულისხმობ ბუნებრივია, რაც შეიძლება ნაკლები დატოვა იყოს ბიუჯეტზე და მაქსიმალურად ცდილობს კერძო სექტორისგან თანხების მოზიდვას. უფრო მეტიც მე ვფიქრობ, უკვე დაგეგმილი მე პირადად მაქვს რამოდენიმე შეხვედრა, სადაც მე უკვე მომავალ წელზე ვისაუბრებ, სადაც ასე ვთქვათ, როგორც სერვისის სფეროს, ისე სასტუმროების ხელმძღვანელები და ყველა ვინც პოტენციურად დაინტერესებული არის ასე ვთქვათ გააქტიურებაზე ტურისტულ სფეროში, ყველა მსხვილ ორგანიზაციას და ბიზნესს შევხვდები და ჩვენ უკვე ვიმუშავებთ ბიუჯეტის შედგენაზე მომავალი წლისთვის, რომ როგორც გითხარით, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ და მე გავზარდოთ მასშტაბი ასეთი პროექტი. კი ბატონო, გასაგებია, წარმატებები მინდა გისურვოთ იმ საქმეში, რასაც ემსახურებით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩაგვერთეთ და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ეთერის სტუმარი სტუდიაშიც იქნებით და ჩვენ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რაც დაგროვდა ალბათ ამ ხნის მანძილზე. მადლობა მიხეილ გიორგაძე, გახლდათ ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი, კულტურის მინისტრი. რეკლამაზე გავდივარ და რეკლამის შემდეგ მამუკა არეშიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ვინ არის ვაჟა ლილუაშვილი, ეს პროკურატურამ დააკავა, დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, ამ თემაზე ვისაუბრებთ, დაგველოდეთ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფოცესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, გადაცემის მეორე ნაწილი, ექსპერტი მამუკა არეშიძე გვერდება პირდაპირ ეთერში და საუბრობთ დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ვინ არის ვაჟა ლილუაშვილი. საღამომშვიდობის, ბატონო მამუკა. საღამომშვიდობის. დიდი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ბატონო მამუკა, ყველაზე მეტად თქვენ გაქვთ ინფორმაცია და იცით ამ ადამიანის შესახებ 2012 წლის არჩევნებს, ასევე 2014 წლის გარდაბნის არჩევნებს გულისხმობ, 2012 წელს კენჭისყრიდით. საინტერესოა თქვენ ვინ არის ეს ადამიანი და რა შეგიძლიათ აი მოკლედ რო გითხრათ? ეს ადამიანი ითვლება ამ რაიონის მკვიდრია, გულისხმობ გარდაბნის რაიონს, წარმოშობით ის არის გაბახმერიდან. იყო ერთი პერიოდი ლევან მამალაძის კარზე, შეიძლება ასე ითქვას. იყო მისი მეჯინები, როგორც ამბობენ. ადგილობრივები. მე შეიცვალა პატრონები, სიტყვისება, ასე ვთქვათ, მორგებულ სიტუაციას მოერგოს. ანუ ის იყო მაშინ, წინა ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნ თქვენ როდესაც კენჭისყრიდით იმ არჩევნებში, თქვენ ახსენეთ მისი გვარი. ჩემ გარდაბნის არჩევნებში 2012 წლის ეს იყო უდის უფროსის მოადგილე უკვე ის ხარს უჭერდა თავის მარჯვენა ხელს გარდაბნის რაიონში პეიkrishvils, თემურ პეიkrishvils. და ამის გამო ფიზიკურად მონაწილეობდა არჩევნებში კლუბის მთელი შემადგენლობით, არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ თბილისიდან ჩამოყვანილითაც
ეს გამოვლინდებოდა დემონსტრატიულ მონაწილეობაში, მანქანებით სიარულში აკეთებით, გარდა ამისა უბნებზე შეჭრით, გაყალბებით. ზეწოლით ადგილობრივ მოსახლეობაზე განსაკუთრებით აზერბაიჯანელებს. რაც შეეხება 2014 წლის არჩევნებს, გასაგებია თქვენ უკვე იქ აღარ მონაწილეობთ, მაგრამ იქაც გაისმა ამ ადამიანის გვარდა ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ სწორედ ეს ადამიანი იყო, რომელიც ოცნების მხარეს მუშაობდა. არაოფიციალურად, მაგრამ ის იყო ამ ოცნების შტაბში. გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ან როგორ აღმოჩნდა მაშინ ეს ადამიანი? თვითონ ეს რომ მონაწილეობდა ლილუაშვილი მიამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მონაწილეობდა ფეიქრიშვილი. ნამდვილად ეხმარებოდა მოწინააღმდეგეს ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული რომ ფეიქრიშვილი იყენებდა იმ ქსელს რეგული ადამიანების ბრალებში რომელიც ლილუაშვილმა შექმნა თავის დროზე რაც შეეხება ამ ფარულ ჩანაწერებს და მასალებს თქვენ თუ გქონდათ იმ დროისთვის ინფორმაცია რომ ეს ადამიანი იწერდა აგროვებდა მის ხელში გადიოდა ეს ფარული ჩანაწერები იცოდით მაგალითად გქონდათ 2012 წლამდე ეს ინფორმაცია იმიტომ რომ შუბი ხალხაში არ იმალება ჩვენ გვერეკვდით და გვემუქრებოდნენ ამის თაობაზე რომ მოხდებოდა მასალების დემონსტრირება და შეიძლება იმ გვარებსაც გიასახელებდნენ ვიზაც შემდგომში გავცილდა ინფორმაცია ქალბატონების გულისხმობ ჩვენი კოალიციიდან რომ არსებობდა ეს მასალა ეს რაღაც შანტაჟს გავდა იმ შანტაჟი იყო ზუსტად ეხლა გარდა ამისა ვიცოდით ძალიან კარგად რომ ამის ავანჩავანი ერთ-ერთი ზუსტად ლილუაშვილი იყო ეს ხდებოდა დაახლოებით ივლիս-აგვისტოში 2012 წლის ხო და შემდგომში მე ლილუაშვილი შემითავრეთ ამას ნანახი 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების დამსრულების შემდეგ როგორ მოვიდა სამხედროდ ქართული ოცნების ოფისში და როგორც ცდილობდა გელახვედელიძესთან შეხვედრას გელახვედელიძე არ მიიღო თუმცა გელახვედელიძე შემდეგ დააკავეს ეს ყველაფერი შემდეგ იყო როცა მე თვითონ აღარ ვიყავი აქტიური მას ჰქონდა მცდელობა გარდა ხვედელიძის მაგალითად კიდევ ვინმესთან დაემყარებინა კონტაქტი საგანელიძესთანაც უნდა შესწავლოს საგანელიძე უბრალოდ არც იმან არ მიიღო და ვისა შეიძლება გაქვთ ინფორმაცია ვივარაუდოთ რომ ეს კონტაქტები რაღაცნაირად დამყარდა ოცნებასთან და უცნება კატეგორიულად უარყო რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ლილუაშვილთან მათ განცხადებაც გაავრცელეს რომ არც გარდაბნის არჩევნების დროს არანაირად არ მონაწილეობდა ის ამ პროცესებში გარდაბნის არჩევნებზე მეც არ გამიგედა რაც შეეხება სხვა შემთხვევაში ფინანსურ უნდა შევხედოთ ამ საკითხს ეს სამსახურებს ესეთი მუშაობის მეთოდი ეს არის გადაბირება ხო და ეს გამოყენებულია ყველა ქვეყანაში და ყველა დროს მაგრამ ხა ეს სხვა საკითხია ვის ეს საუბარია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე თუ რაზე არა ყოველთვის ჰქონდა მეთქი ეს მეთოდი მუშაობის ყველას ჰქონდა დავასრულებ თუ შეიძლება კი ბატონო ხო და ალბათ ესე თქვა ლილუაშვილთან მიდგომას ასეთივე იყო რომ ასის ინფორმაცია მიეწოდებინა რომელსაც ფლობდა ადრე მიეწოდებინა ეს უკვე დღევანდელი სპეცსამსახურებისთვის მას არ გამოვიწყდა ბუნებრივად ამაში ვერაფერ კატასტროფის ვერ ხედავ, მაგრამ ხედავ სხვა რამეში კატასტროფის იმაში, რომ არის ადამიანების კატეგორია, ვისთანაც არ უნდა ითანამშრომლოს. მათ შორის იყო ლილუაშვილი, რომელიც ესე ორგანიზებას უკეთებდა ამ ტიპის კომპრომატების შექმნას. ხო და რა შეეხება ვისთან, მე ვერ გეტყვით ვისთან, რომ მე არ მისვდება ხელი სპეცსამსახურების მუშაობაზე. და როგორც ჩანს, ბოლომდე მუშაობაც არ გამოვიდა და არ შედგა, იმიტომ რომ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეს საქმე სასამართლო პროცესი თემდე მიმდინარეობს. თუმცა ეს არ იყო დაკავებული. ეს საქმე მიმდინარეობს, მაგრამ დაკავებული არ ყოფილა. დაკავებული არ იყო. როგორც ჩანს, რაღაცებში ითანამშრომლა, მაგრამ ბოლომდე არა. ანუ ხელისუფლებასთან ქონდა გარკვეული თანამშრომლობა, ასე გამოდის და რატომ დასჭირდა მაგალითად დღეს თუ ასია ხელისუფლებას ამ ადამიანის არც დაკავება და გამოაშკარავება? რომ კითხვა დავსვათ, აუცილებლად მიიღოთ ასეთ პასუხს, აქამდე მიდიოდა ძიება რომელსაც ძალიან რთული რომელსაძიებელი იყო, ვერ გამოვიძეთ, ეხლა გამოვიძეთ, ამიტომაც მოხდა მისი დაკავება. ეს არის ცოტა ისეთი ვარიანტია, რაც დასაჭირებელი, იმიტომ რომ წლის განმავლობაში რა ვერ გამოიძიეს, მაგრამ ერთადერთი რაც ამ დაფიქრებინებს, რომ შეიძლება ეს ნაწილობრივ ასეც იყოს, ეს ლილუაშვილის ეს დაკავებულია კონკრეტული ფაქტის გამო. ეს არის 5 მაისის ეპიზოდი 2012 წლის. აი ამის გამოძიება შეიძლება უფრო მოგვიანებით დაწესებულიყო მართლა. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც მასთან ერთად არიან დაკავებულები, რამდენიმე პირია, ფიქრობთ რომ ეს რაღაცა ორგანიზებულად ხდებოდა? ანუ ეს მარტო არ იყო ეს ადამიანი და საგულველია, ეს ჩვენ ვიცოდით რომ ორგანიზებულად ხდებოდა და
ეხლა კიდევ ხოლმე მეორე დაკავებულია კონკრეტული საქმესთან დაკავშირებული ადამიანები. მაგალითად ძველი თბილისის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ხელმძღვანელები. მაგრამ ეს მარტო ძველი თბილისში ხარ ხდებოდა რა, ეს ხდებოდა უამრავ სხვა ადგილას. და უამრავი მასალა ამიტომაც დაგროვდა 26,000 ფაილი მარტო ძველი თბილისში ხარ შეიქმნებოდა. ძალიან ბატონო, ძალიან არის თქვენი მოსაზრება როგორია ამ თემაზე და ეს კითხვა სხვათა შორის დაისვა რამდენჯერმე ძალიან საინტერესოა, როდესაც გაქვს შანტაჟის იარაღი და ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც აქვეყნებ ამას და უკვე საჯაროს ხდი, რისთვის შეიძლებოდა ეს დაჭირვებოდათ აი ამ მასალების გამოქვეყნება? ის როგორ არის, მე გასწავლებული ვარ გამოქვეყნა ის მასალები, რომლის შანტაჟის ობიექტი პოლიტიკურად საინტერესო აღარ არის. ვინც არის პოლიტიკურად საინტერესო, იმაზე გააგრძელებენ ამ შანტაჟის მეთოდოლოგიის გამოყენება და დასწავლებული იყავით, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვიდრე ამ მასალებში გადაღებული მონაწილე ადამიანები იქნებიან აქტიური პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში, აუცილებლად ეს დამოკლეს მახვილებით იქნება საქართველოს. ანუ ეს დაკავებები საკმარისი არ არის, ბატონო მუკა, დავაკავეთ ადამიანები, არის კიდევ უფრო ფართო წრე, ვინც თქვათ მონაწილეობს ამას ვამბობდი მე თავიდანვე, აუცილებლად პირველივე დღეებიდან უნდა მოხარიყო ამ ადამიანების ყველა იმ ადამიანების გამოვლინება, რომელსაც საქმე ჰქონდა ამ ესე იგი ამ ღონისძიებასთან. ყველა აბსოლუტურად ყველა სახელი და გვარი ყოფილიყო ცნობილი, ხო დაკავებაში არ არის საქმე ყოფილიყო ცნობილი და ყველას უნდა პასუხი ეკო. ეს შესაძლებელია? ეს შესაძლებელია ეხლა? ანუ საკითხი როგორ შეიძლება? ძალიან გვიან არის, ამოიწუროს. ეკა ვერ გახერხებ ერთად ლაპარაკი არ გამოდის. უბრალოდ მაინტერესებს ძალიან სენსიტიური. და ყველა კითხვა და მე არა, საკითხი როდის შეიძლება ჩავთვალოთ ამოწურულად? ანუ რამდენი ადამიანი უნდა იყოს დაკავებული, ვინ უნდა იყოს დაკავებული და გამოვლენილი? აი ძალიან პრიმიტიულად რო ვიკითხო ახლა. გასაგებია რომ ეს არ არის მხოლოდ ლილუაშვილი, კი ერთი ადამიანი და რამდენიმე, მაგრამ კიდევ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რა ზომებს უნდა მიმართოს, რომ მსგავსი აღარ გამეორდეს? ყველა ის ადამიანი, რომელმაც შეასრულა მახინჯი ბრძანებულება, ყველა ადამიანი უნდა იყოს გამოვლენილი, ყველამ უნდა პასუხი აქვს სხვადასხვა ფორმით. ზოგი შეიძლება კონდეს უსეთი აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ზოგ შემთხვევაში, ზოგი შეიძლება სისხლის სამართლის ველობაში მიეცეს, მაგრამ ყველა უნდა იყოს გამოვლენილი. საზოგადოება მათი სახელები და გვარები უნდა იცოდეს. და მათ თვითონ უნდა იცოდნენ, რომ თუ სოციალურ სტილში გავრცელდა რაღაც ამდაგვარი მასალა, მათი პირადი პასუხისმგებლობის თემა იქნება. ძალიან კარგად მესმის, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო დღეს გაფანტულია მთელ სოფლიოში. რა ძალიან სამწუხაროა ბატონო მუკა, კიდევ ესეთი კითხვა მიჩნდება, არ ვიცი, აი ეგრეთ წოდებული მასტერად გებუაძის ჩამოყვანა დაკავება შეიძლება დავუკავშიროთ აი ამ დაკავებებს თქვათ? შეიძლება, როგორ შეიძლება, ესე იგი მე ადრე აღესხმოდი კომს გამიცხადებია პრესის მეშვეობით მეგის კარდავა და მასტერა იყო ის ხალხი, ვინც ერთი რუსეთიდან და მეორე ბელგიიდან ვაჭრობდა, უბრალოდ ცდილობდა ევაჭრა აი მასალები ზუსტად. არც ერთ შემთხვევაში მათი ვაჭრობა დღევანდელმა ხელისუფლებამ არ მიიღო პრინციპში, მე ვიცი ეს ამბავი. ხო და მაგრამ მასალები იმათაც ჰქონდა. არ არის გამორიცხული, რომ დღეს კონკრეტული ფაქტები გაახმაურა იმაზე, რა ქვია, დაკავებულმა მასტერამ გებუაძემ დაკითხვაზე და ამანაც ესე თქვა მოაპოვებინა დამატებითი მტკიცებულება ძიებას პროკურატურას ლელუაშვილთან დაკავშირებით. და კიდე ბოლოს მინდა კითხოთ აი ნაციონალური მოძრაობისა და ოცნების ეს გადაბრალების პოლიტიკა ვინ არის ამ შემთხვევაში? კაცრად უნდა განსაზღვროს საზოგადოებამ ვინ რაშია დამნაშავე. შემიძლია გითხრათ ორი სიტყვით. ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავე იმაში, რომ ასეთი სისტემა შექმნა, რომ იყო ტოტალური თვალთვალებურთ სხვებზე ისე თავისიანებზე, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლებზე, ასე შემდეგ. ეს საშინელი დანაშაული ერის წინაშე, მე თვითონ სახელმწიფო წინაშე, ეს არის ნაციონალური მოძრაობის დანაშაული, ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს, რაც არ უნდა ილაპარაკონ დღეს. რაც ეხება ოცნების ხელისუფლების დანაშაულის შესწავლა, ის არის, რომ აი ამისი მიშვება და კოჰაბიტაციის ასეთი მახინჯი ფორმის შემოღება არაფერ შეიძლებოდა. ყველა ეს დამნაშავეს უნდა ეგო პასუხი და უნდა დაეცვა საზოგადოება იმ ტიპის სავარაუდო შანტაჟზე
თანაც გესპოქსა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა და რაღაცნაირად მოხდება და დაკავებები გაგრძელდება და არის თუ არა ეს რაღაც წინასაარჩევნოთ დაგეგმილი იყო თუ არა და რატომ არა აქამდე ნუ გასაგებია თქვენ ამაზე კი ისაუბრეთ, მაგრამ მაინც. არა, წინასაარჩევნოზე გასმაგას არ გამოურიცხავდეს, გარკვეულწილად წინასაარჩევნო აქციები იყოს, მაგრამ ჯობს გვია მიდრე არასდროს, არა? ანუ ამ შემთხვევაში მე ეს არ მიშლის ხოლმე მართალი მე პირადად. ეხლა რაც შეეხება კოჰაბიტაციის თემას, კოჰაბიტაცია გასაგებია სამწუხაროდ გრძელდება. კოჰაბიტაცია რომ გრძელდებოდეს, მაშინ ტოტალური, ასე ვთქვათ, გამოაშკარავება იქნებოდა იმ დანაშაულების მთელი რიგისა, რომელიც მაშინ ჩაიდინა აიმად. მაშინ ჩაიდინა ხელისუფლება, დინა ხელისუფლება. დღევანდელი ადამიანის უფლებათა დამცველების ერთი ნაწილი მაგალითად მუდმივად აპელირებს 26 მაისზე 7 დეკემბერზე, ხო? უარი იქნა გამოძიებული დაღუპული ადამიანების ამბავიაც მაშინ. ზოგი ზურაბჟვანია სიკვდილზე, ზოგი სხვაზე. მე მაგას ლაფანყურზე მოვითხო პასუხების გაცემას. ხო? გარდაბნის რაიონის იგივე ხან და ჩემი ის არის რა პირადი ინტერესის თემა, თუმცა საზოგადოებრივი პირადი გახდა. გარდაბნის რაიონის ატაცებული მიწების თაობაზე, გირჩევნების გაყალბებული არჩევნების თაობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ პასუხს ვერ ვიღებთ ამაზე. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კოჰაბიტაცია რაღაცა ფორმით მაინც გრძელდება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მიიღეთ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენი დრო სამწუხაროდ უკვე ამოიწურა. მამიკა არიშიძე, ექსპერტი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა დღეს, კულტურის მინისტრს უსმენდით პირველ ბლოკში, ასევე თქვენ კი დარჩით ჩვენს ტალღაზე, 20 საათზე საინფორმაციო გამოშვება გელოდებათ. ახალი ამბები, ასე რომ გვისმინეთ, მე გემშვიდობებით და ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. ნახვამდის. დროა გავიგოთ, დროა ვიმსჯელოთ, დროა მივიღოთ პასუხები. Talk show ქრონომეტრი. ეკავე ფუძესთან ერთად. რადიო იმედზე.